აი გაიხსენეთ ყველაზე კრინჯი ისტორია, რაც დაგმერთეთ მანქანასთან დაკავშირებით. ცოტა ახლა გვერდთან გაგისაყარეთ. იცი რა არის. ასახელეთ ოღონდ მამრობის სქესში ავტობლოგერი, რომელიც თქვენი აზრით ყველაზე კარგი ავტობლოგერია, ქარიზმატული, სიმპათიური და ასე შემდეგ. რამდენიმე ბოქსავენ დედბილი ხო არ არის ეს მანქანა. ოპერატორები არიან ძალიან უხერხულ სიტუაციაში. აი არ მჯერა რომ ეხა ვინმე ჩემზე არეული საბარგული აქვს. ამას ნახე იმენა. всё, ნატა წავიდე უკვე თბილისში. აი თქვენ ეს რა არის? პირბადე? მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, საიდანაც დაგიბრუნდით ძალიან განსხვავებული ვიდეოთი. ზოგადად ახლა YouTube-ზე რას ხედავთ ხოლმე ავტომიმართულებით, რომ ბიჭები ხვდებიან ერთმანეთს, გაიცნობენ, ეჯიბრებიან ერთმანეთის მანქანებს, განიხილავენ, ჩელენჯებს აწყობენ და ასე შემდეგ. და მე მგონი მოვიდა იმის დრო, რომ აი ეს ყველაფერი გოგოებთანაც გადმოვიდა და ჩვენთანაც გადმოინაცვლოს და ამიტომ დღევანდელ დღეს ჩემს ვიდეოში მოვიწვია ორი ავტობლოგერი, ავტომოყვარული გოგონა, ანა აბაშიძე და ნატა ხოზრევანიძე. აბა ანა, მოდი რა მოგიყვა? დანში კითხოს მე დაგიცვა, მანქანაზე მოგიყვები პირველ რიგში, შენ მანქანაზე, რა მანქანაა შენი მანქანა, რომელ წლიანი, როდი შეიძინე, ზოგადად ისტორია როგორია შენი მანქანის, რა მონაცემების და ასე შემდეგ, როგორც მივხვდი შენს BMW-შნიკი. კი, BMW-შნიკი ვარ მე სხვათა შორის, მაგრამ სხვათა შორის მე მართლა დავიწყე Mercedes. აჰა. და როგორ მოხდა რომ Mercedes-ით დაიწყე და BMW შეგიყვარდა? არ Mercedes-ზე მივხვდი რომ არ იყო ჩემი და მე მივხვდი რომ BMW-ით მომდა ჩემი, ხო მართლა, იმიტომ რომ რაღაცა ვერ მივიღე ის მანქანა. ეს არის კონკრეტულად 92-315. 2006 წლიანია, არის ევროპული ავტომობილი და არის სრულიად ქარხნული. არაფერი არ მაქვს გაკეთებული, საბურავებიც კი არ შემეცვლი. იმ სტერეოტიპს თუ ამსხვრევს ის შენი მანქანა, აი ვამბობ BMW-ში ფუჭდება, აი მაგალითად მე ამ მანქანით, ანუ მართლა დავამსხვრევ სტერეოტიპი, BMW-ზე რომ მქონდა ეგეთი წარმოდგენა, ეს ჩემი პირველი BMW მანქანა. ძალიან გამძლე მანქანები ესენი რეალურად. ანუ მართლა არანაირი პრობლემა რო არ შემქმნია და უცბად რაღაცა მეთქი რატო, მაგრამ მეორე BMW-ი. ის მანდ მივხვდი რას წუწუნებდა. ახლა ემიც გინდა ისიც გინდა ეგრე. შენ ვიცი რომ რაღაცას აპირებ მანქანაზე, ხო? რაღაცის ამ მანქანაზე ვაპირებ უბრალოდ გავაკეთო ვიზუალი, იმიტომ რომ რეალურად როგორც გითხარი არის სრულიად ქარხნული, რეალურად არანაირი პრობლემა არ გააჩნია მართლა. იმიტომ რომ მოვლილი მანქანა არის. მანქანას თული არც არანაირი პრობლემა არ ექნება. და შესაძლებელი არის ეს ყველაფერი ეს ლაკი რაც არის აი ხო. ესენი რაც არის ამძვრალი, კრასკა ყველაფერი არის ქარხნული. ერთადერთი რაც არის აშკარად შიტოკი, მაგრამ ურახუნა წინა პატრონმა და ის არის გაშპაკულ გამაშპაკულ და იმას შევცვლი. დანარჩენი უნდა გადაიღებოს მთლიანად მანქანა. კი, ძალიან მიყვარს. მე 92 თან არ არის უფრო მომწონს, იმიტომ რომ უფრო სადა და დახვეწილი არის. როდის ვიხილავთ ამის დასრულებულ ვარიანტს? ამის დასრულებულ ვარიანტს ვიხილავთ მალე, იმიტომ რომ ველოდები მღერავს. აი ახლა დაასრულებს თავის მანქანას, ერთი ბიჭი არის რომელიც მუშაობს ესეთ მანქანებზე რა. თავის ესაკეთებს 26 მოძღებავს, აი იმას რომ დაასრულებს, მე უკვე შევუგდებ ჩემსას და შემიღებავს და მე უკვე ეს და ვიდეოს რა თქმა უნდა რაღაცა ხო. მაგერა. რა შეხდება ახლა ეგეც გითხარი, რა მე გაქვს გაკეთებული, არ გაქვს, საერთოდ მონაცემებიც გითხარით როგორი ისა. რამდენი ცხენი ზალაკ და ასე შემდეგ. ძრავში არაფერი არ მაქვს გაკეთებული, საერთოდ არაფერი, არც კაროკაში, არც ძრავში არაფერი არ მაქვს ჩაწერილი. ცხენი აქვს ქარხნული 306 ზოგან 307 ძალიან არეულად. ნუ 306 არის რა სტანდარტულად ამის ცხენი და წონა არის 1600-ზე ცოტა მეტი. ძიმე არის. მაინც კუპერო არის, ძიმე არის რა. ძალიან კარგად დგას. და ის ცხენებიც ყოფნის დიდი თორქი აქვს. ძრავში შესაძლებელი ხებით. არაფერს არ უნდა დავამწნილო ქარხნულად. კი, აი ეს მანქანა იქნება როგორ იცი, აი ერთი ალბათ რავი 15 წლის მერე ბლოგები გვექნება. რაღაც აი აზრი მაქვს მოსმენილი მაგასთან დაკავშირებით, ხო, თვლი რომ ქარხნული ავტომობილი ბევრად უფრო ის არისო რა, კარგიო გაკეთებულთან შედარებით, ანუ ბევრად უფრო ისეთი. ბევრად ფასეულია. ნახე როგორ რაღაც არის ესეთი ავტომობილი რომ იშოვა კარგ მდგომარეობაში, ბევრად ფასეულია და მგონია რომ უფრო უნდა შეინახო, იმიტომ რომ აი მართლა 15 წლის მერე შენ რო გეყოლება ქარხნულად შენახული კონკრეტული მანქანა რომელიც იქნება უკვე ხო რა მე ვამბობ კი ეს ისეთი რომელიც აი თავის დროზე აი ხა ამის 328 დიდად იმდენად არა ხო ხვდები დაბალ ძრავით მაგრამ რაც არის 335 გამორჩეული ავტომობილი იყო თავის დროზევე
და შეგიძლია რომ შეინახო, მგონია რომ ქარხნულად უნდა შეინახო და ყველაზე მეტი ფასი მაშინ ედება და თან ძალიან მიყვარს, აი რა მიყვარს, იცი, შენახული მანქანები მიყვარს, აი ეგეთი მოხუცივი იქნება, გადაფარებული რო მანქანებს და არავის რო არ აკარებს, ამინ. მაგას ბევრი ფული უნდა, მაგრამ კი ძალიან კაი. აი ეგეთი მოხუცივი. მე მაგალითად ხა აი არაფრის ჩაწერის სურვილი ერთი აი ხა რასაც ამოვგეთ ახლა ოღონდ მაგ მიმართულებით არ მიფიქრია მე უფრო ვიფიქრე იმ თვალსაზრისით რომ აი მაქსიმალურად ძრავი შეინახოს და ეგეც არის რა თქმა უნდა რაც უფრო ხა მეტიც ხანს ამოიღებ ხოლმე რესურსი ციკლებს და მაგიტო არც ამაზე და ემზე მით უმეტეს არაფრის გაკეთება არ მიფიქრია ძრავში გარდა იმისა რომ ქარხანული ხო აი ნახე საჭირავის მიხედვით არის ხო ოპერატორები არიან ძალიან უხერხულ სიტუაციაში ერთმანეთს დაეჯახნენ და ვერც ინძრებიან კადრი არ გაფუჭდეს. ძალიან კაია. და მუსტანგი და ელექტრო რაღაც ძალიან ძნელი შესაგვებელია ჩემთვის. დავეფარები. კაი, ნატა, გამარჯობა პირველ რიგში. გამარჯობა. აბა, ეხლა მოდი მოგვიყავი ჩვენ მანქანაზე. რა მანქანი ხარ დღეს წარმოდგენილი და ისიც უნდა კითხო, აი რატო გადაწყვეტე ამ მანქანის შეძენა? იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი სპეციფიური უცნაური მანქანაა. მე ძალიან ლამაზი ვაღიარებ. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ არის 2023-იანი Ford Mustang-ი. Mustang-ი ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ რა ქვია, თავის ქარხანამდე შექმნილება ასე დაარქვეს და ვერაფერს ვერ ვიზამთ სამწუხაროდ. არის 4-ვე წამყვანი და ძალიან კარგი ავტომობილია, მინდა გითხრათ. 346 ცხენი აქვს, 580 ნიუტონი აქვს და აჩქარება უწერია 0-დან 100, 5.8 წამი. თითქოს ბევრია, მაგრამ წონა აქვს ძალიან დიდი რა. 2 კილო, 2 ტონა და 200-ია. ანუ 6 ელემენტი უდევს. რაც ძალიან დიდ წონას აძლევს ავტომობილს, მაგრამ აი ერთი დატანით გავდივარ 500 კილომეტრს. კი. ზუსტად ეგ იყო მიზეზი რა, რატომაც ეს მანქანა ვიყიდე, მანამდე ვუმიზნებდი რომ უნდა მეყიდა EQS-ი, ან EQE Mercedes-ის ელექტრო. ნუ Tesla-ს რა თქმა უნდა არ გამიხილავდი, მაგრამ ორჯერ მეტი თანხა რატომ უნდა განვიხილო იმ ავტომობილში რომ გადავიხადო, როცა შემიძლია რეინჯი იგივე მქონდეს ამ ავტომობილზე და ვიზუალურად არანაკლებ ეს დაფულში ქონდა მაგდენი 500. კი, ახლა გავდივარ დაახლოებით 450 კილომეტრს გავდივარ ჩვეულებრივად რა. 500-ზე მეტიც კი გამივიდა. რა ძალიან მძიმე ყოფილა. კი, მძიმე არის. მაგრამ კი ეტყობა ისე გაბარიტებით. კი. ესე გაბარიტებით ცოტა ის არის, პრობლემა არ არის ქალაქში. წინაც ვინაიდან Mustang-ი მყავდა უკვე მიჩვეული ვარ მის გაბარიტებზე, არ მიშლის ნამდვილად. ტუჩი აქვს იმდენად დაბალი, რომ რაღაცა SUV-ზე მგონია, რომ ცოტა არაკომფორტული იქნება, მაგრამ ძალიან SUV-ის სინამდვილეში არც არის. იმდენად არა, ჩვეულებრივ Mustang-ზე ძალიან ოდნავ მაღალი ხო? პროსტა ბოდი რო ეგეთი აქვს რა. ხო, რა, ვიზუალი აქვს ისეთი, რომ მეტყვი რომ კაი დიდი ჯიპია, მაგრამ ის როგორ შეაფასებდი ახლა მანქანას ყოველდღიურობაში? ყოველდღიურად იდეალურია უბრალოდ ელექტროს თემა რა არის რა. თუ ელექტრო გინდა უნდა ყავდეს შიდაწვისძრავიანი რაღაც ავტომობილი მაინც, იმიტომ ვაი და დაგიჩდეს, ან შუქი ჩაქვრეს, მანქანა აღარ ყავს უცებ. წახალად შევაერთე, 100-მდე დავტენე, მთელი დღე დავდივარ იქ გავრეცხე, მე სად ვიყავი, ნუ 10% მოვაკლდა აქ ჩამოსვლამდე. იდეალური ავტომობილია მართლა და ყველაზე მეტად რაც მომწონს კიდევ არის ის, რომ აი არის შემთხვევები, რომ რაღაც მომენტში იპარავს რა პროცენტულობას და რა დაგრჩა კიდე კილომეტრები. აქ ეს არ არის დავტესტე და აი პრობლემა არ არის რა. ხო, ეგ მართლა მეც რომ მიფიქრე რომ აი ელექტრომანქანა ხო მყავდეს თქო, სულ ეგ ფიქრი მაქვს რა, რომ აი სადღაც რა ვიცი, ცოტა ისეთ მიუვალ ადგილას სადაც ანუ ელექტროსადგური ფიზიკურად არ არის, აი რა უნდა ვქნა, ყველა დიდი დისკომფორტია. აუ კი. აი გათვლები გჭირდება რა წინას და სადღაც რომ მიდიხარ, სად უნდა დატენო, რამდენი უნდა დატენო, რომ გეყოს. სრულყოფილად, როდესაც ჩახარ იმას. ანუ მე ამას ვეძახი მეტროს ხაზივით არის თქო რა. მიდიხარ და ბრუნდები. ანუ ვერ გადაუხვევ. ხო, აი ზუსტად. სადაც მიდიხარ, ზუსტად ის უნდა გამოიარო. ხო რა, მეტროს ხაზია მართლა. წინასწარ დაგეგვილი მარშრუტი. კი, ანუ ისე ვერ გადაადგილდები ფიზიკურად რა, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ იზამ. მაშინ ერთი ევაკუატორიც უნდა ყავდეს. სხვათა შორის კომფორტულია. კი, ვერ იტყვი რომ ცუდი სამართავია, სხვათა შორის მოხვევის კუთხეს ძალიან კარგი აქვს, უბრალოდ აი სამუხრუჭე სისტემა აქვს ცოტა ისეთი თემა რა. ყველა ელექტროში რაღაცნაირად ეგ არის ჰიბრიდებშიც ეს კარუბკით ეგრეთ წოდებული გადაცემათა კოლოფით მუხრუჭი ძალიან ისეთია. აქ კიდევ უფრო რთულად არის ეგ თემა, იმიტომ რომ გგონია რომ უკვე დაამუხრუჭე, მაგრამ რეალურად ავტომობილი კიდევ მოძრაობაშია რა. ხშირად მაშინებს ხოლმე ეგ მომენტი, მაგრამ დასამორჩილებელია რა, არ არის ეგეც ძალიან დიდი მინუსი, ასე რომ ვთქვათ. თუ შეეჩვევი, პრობლემას არ ქმნის. ძალიან კაი, ის მართლა ძალიან ისეთი ლამაზი და განსხვავებული ვიზუალია. ხო, ანუ ისე პრემიუმია.
მაგრამ GT-ზე ამაწყდა. ის მაყურებელს ვკითხოთ რა სიტყვით ამ ავტომობილის ტესტ-დრაივი ნატას ავტომობილო განგვეხილოთ ჩვენს არხზე. თუ გეკნებათ სურვილი დარწმუნებული ნატა უარს არ გვეტყვის. არა, რა სიწახით. ეხლა ეს ქონდა ძალიან მაგარი იდეა რა, რომ მოდიო ბარემ რადგან მანქანებს განვიხილავთ ერთმანეთსა და ვის რა მანქანა ყავს, ერთმანეთის საბარგულები ვნახოთ, იმიტომ რომ ზოგადად გოგოს თემაში ხო ის არის რა, რომ ეს საბარგული და მანქანა უეჭველი სავსეა რაღაცეებით. ხა ბიჭები ძალიან განსაკუთრებულად თulis ხოლმე და თავიდან კი ვფიქრობდი არ მინდა ჩემი საბარგულის გახსნა, იმიტომ ერთი ვიდეო თუ გახსოვთ მე და ლადომ რო გადავიღეთ ერთად მანქანების გასვლა, იქ ჩემ საბარგულში რა ხდებოდა ხო და ისევ ეგ ხდება და კაი, წამო დავიწყოთ ანას საბარგული. ვაუ, აუ ესეთი განათების ყიდვა მეც მინდოდა. დადი გათხოვება, ხა, მე წაიღე. არ არის პრობლემა. აჰა, ესე იგი განათება. აჰა, განათების ჯოხები. აი, ხუნდი. თან კაი ბალიში მაქვს ხუნდს მანდრა თუ გდი. ჯო ყოველი შემთხვევაში თუ შევწვალ. ხელთათმანები, ანტიფრიზი, ლიკვიმოლის ზეთი 540. ხო, ეს გუშინ შევწვალე სხვადასხვა ჟორის ტემპერატურაზე უნდა ვამუშავოს, ძაღლი მყავს და ჯამი. როდის რა დამჭირდება კაცმარიც ეს და ისამო. კაი, ეს ყველაზე გამოსაყენებელი. რომელს გაქვთ აფთიაჭკა მანქანაში? მე. განახეთ კი. ეს გაქვს? არა, ეგ არა მაქვს. აი, მთელი წიგნი მაქვს მანქანის, ყველაფერი მაქვს, რა უკეთდებოდა, როდის უკეთდებოდა. იმიტომ რომ შენი ამერიკული. ყველაზე მდიდარი კაცი და წიგნი. ბაბილონში ძალიან მაგარი წიგნია სხვათა შორის, ოღონდ მაგრამ დასრულებული მაქვს. კი. მე რა გამაზუთიანდა მე და ესე გდია აქ. მაგრამ ძალიან კაი წიგნია. კაი. მოკლედ ანას საბარგული მე მგონი არაფერი იმასთან შედარებით შეხედავთ. მართლა? აუ ბოლოს რა ვხადე ეგრე ხდებოდა და იმის მე რავი ჩემ ნაცვლად არავინ არ დააფარებდა. კაი. აი არ მჯერა რომ ეხლა ვინმეს ჩემზე არეული საბარგული აქვს. არ გადმოცვილეს. ამას ნახე იმენა ამანათები ჯირის მინდა. ამაში რა, ამაში რა დასიცი. მოდი კამერის წინ უნდა გავხსნა. ანუ ეს არის ნახეთ ბარბის ჯანთა რომელშიც თევს, კაი შენ გახსენი ნახე როდოს. ეს MX-ის ტკივილა გამოიყოლა რომ კლადიშები. ბალიშის ქვეშიდებ ხო? ორი აკუმულატორით დავდივარ, უფრო კარგი ის აქვს მანქანას. ამ სიმძიმე რაღაცით რა კაი, ეს კაი, ჩაფხუტი გასაგებია. ნუ ამ ჩაფხუტს აღარ მოვიხმარ, მაგრამ ნუ დარჩა. ეგ თუ ვინა ვითამაშა? მოდი რა, ბავშვობის ვერი არ მითამაშია. კიდევ რა და პირსახოცი. პირსახოცი, კისრის ბალიში, რომელიც უკვე ძალიან გაკვიჭყიან და მეც მაქვს აგერ ლიქო. უი, რამდენი მქონია. საბადურიც გვაქვს. აი, ნახე, ეს არის პირველადი დახმარების ქართული კიტია, რომელიც დიდი ხნის წინ გამომიგზავნა სხვათა შორის და ვერცერთ ვიდეოში ვერ მოახერხე რომ მეჩვენებინა. ანუ ამაში არის წარმოიდგინე. კაი, შენი აზრით. თქვენი აზრით ეს რა არის? ბავშვის გულის ასარევი. არა, გამეხსნა მე ვაიცი. ეგ არის? მართლა? ბავშვის რა ადამიანის. ხო, რომ უნდა ისოთოს ესე, ხო? ანუ ამაში გული თუ ერევა, ამაში იმეც. ზოგადად ამაში არის წარმოდგენილი, ანუ რაღაცა ჩინეთიდან რო ვიწერთ ხოლმე ხმეც მქონდა გამოწერილი რა. არის როგორი რაღაცეები, იცი? აი, ვალის მოხდის მიდით ჩაყრილი ის ექიმია არჩილ მარშანია, მაგრამ მითხა და ამას აქვს შექმნილი აი ზუსტად პირველადი დახმარების დროს რაც გჭირდება რა. აი ხო, ეს გიფსი და რაღაცეები ჩემთან არ არის, მაგრამ მოიცადე გეტყვი ხა. აი ეს ფეხი რომ მოგძრობა სინჯარეში შეინახო, არა. კაი, თქვენს ეს რა არის? პირბადე? დაახლოებით. და გასაფილტრია რაღაცის. ესაა. სწორად მიდიხარ. კაი, ეს არის ის ხელოვნური სიმთვრე ჩაუტარო ადამიანს, ეს უნდა დააფარო სახეზე, იმიტომ რომ ხა ანუ ჩემნაირი ზიზღიანი თუ არის ვინმე ხო, რა, თანხმოშელები ერთად სისხლიანი ეს ადამიანი. გაჩუქებთ. და გამოგადგებათ. იმედი არ გამოგადგებათ, მაგრამ რაღაც რომ მოხდეს, ძალიან მაგარი რაღაც მოსვია. იმედია გამოგადგებათ. ბოლო ვინმეს მივაწყე, აღარ შეგაუკეთებთ. ეს დევს ღვედი, რომელიც უკვე არის გაფუჭებული და დაშლილი, იმიტომ რომ ერთ დროს საიდანღაც ვიყავი ამოსათრევი და იმის გამო რომ საბუქსი რა გქონდა, ეს გამოაბეს დაბლა და ამით ამომათრია მეორე მანქანა. და სხვა შორის აი თითქოს დგას პიკაპი მაგარი. ვეშოლკა მაქვს. ძალიან კაი ზღვის კაბა მაქვს. ვაიმე. ვაიმე სასაყვარელია, მომწო. ცეცხლმაქრი გაქვთ მანქანაში? არა, აი ეგ არის, მაგ და აუცილებელია. ეს მე უფრო მჭირდება, შეიძლება უცებ აალდეს ელექტრო. არა, ხო, უიჭველი აუცილებელია, ნახე რა კაია. მაშინ მეჩქეს და მეც ვფიქრობ. ოღონდ აი ეს ცეცხლმაქრი
ჩემსავით საბაგულში დაგემეკ გზასი რაღაცა გიარდა. ხო. რაღაცა ხელმისაწვდომ ადგილს. ზურა მიქამდე ჩახვდა და რა გიგდია მაინც კაი ჩანთადენი რაღაც უდევს რომ ვერც აი მინდა რომ თვალი შევაწვდიდო რომ ხელი მოუკიდო რომ აი ეს გიდევს მე თვარ იმდენი რაღაც უდევს რომ ერთმანეთშია დამალული ყველაფერი ვერ იყო უნდა იცოდეს ადგილზე არის კიდე ეს გდევს ნახე მე რა მაქვს ესეთი მინიატურული ხელსაწყოები კაია ერთხელ ვიდექი ვაგზალზე ვიდექი პარკინგზე და ვიღაც ბიჭი მოვიდა და თქვენი გამომწერა და ეს ჩემმა საჩუქრად ქონდა და ძალიან ასაკ უყურებ ამ ვიდეოს ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ძალიან საყვარელი ის არის ეგ მართლა კაი რაღაცა არის აი აქ მართლა იმდენი რაღაცაა გია დღეს ვერ მოვრჩებით ამ ვიდეოს გადაღებას ამიტომ წავედით ახლა ნატას საბარგულზე გადავიდეთ ვინაიდან და რადგანაც ეგრევე წავიდა და ახლა ეს ჩასაფენი ეფინა აქ თავის არ მაქვს ჯერ ნაყიდი და ის ამოვაგდე იმიტომ რომ მახინჯობა რა ვიცი არაფერი არ დევს რა გითხრათ იცით ფურცლები რატომ დამაქვს ერთხელ ვიყავით გოგოები წასული საბარგული რატო გაქვს უფრო მაინტერესებს საბადურში ვიყავით გოგოები ზამთრის პერიოდში და კიდევ კარგი ფურცლები მქონდა კოცონი დავანთეთ ფურცლებით და მას მე ყოველთვის მიდევს ხოლმე ფურცელი რა იცი რაში დაგჭირდეს მაშინ დაალაგებული საბარგული რატო გინდა გათხოვო რამე ჩაალაგო მე მაგ ბევრი და მეგიწირალდე საბარგულს მე დაგვეწყო და მე აღარ იქ ტილებს რაღაცებს ვალაგებ ეს იყო ჩახ მართლა ეხა ცუდადა რომ მართლა არსებობს ყველანაირი ადამიანი არსებობს მაგრამ ზოგადად გოგოებში იშვიათია ხოლმე რა იმიტომ რომ ხო გოგოებისთვის მანქანა რაღაცა მეორე გარდერობივითაა და არა მარტო გარდერობივით რა ვიცი ყველაფერი იმიტომ რომ რა იცი რა ხდება როდის დაგჭირდეს და აბა ვიქტორი მე თამაშობ რამდენიმე კითხვა მოვამზადე ახლა ამ დღისთვის რა და დაგისვამთ ახლა და მოგაყოლებთ თქვენს ისტორიას პირველი მანქანის კაი პირველი კითხვა ესეთი არის აი პირველი მანქანა რომელი იყო და რა ემოციები კაი მოდი ნეტა გვეტყვის ახლა პირველი მანქანა რომელი იყო და აი რა ემოციები გაკავშირდა პირველი ავტომობილი იყო ისევ მუსტანგი 18-იანი მუსტანგი მყავდა სულით ვარ ემბეშნიკი მაგრამ მე გადავწყვიტე რომ მუსტანგი მეყიდა და რავი ძალიან შემიყვარდა მოკლედ და მოვიწყე აი როგორც თქო მერსედეს მართავდიო და მე BMW-ზე გადავედიო და მივხვდი რომ მერსედეს ჩემი არ იყო არ მერსედეს ჩემია მაგრამ მუსტანგი მაინც უზომოდ მიყვარს ემოციები ძალიან მაგარი აქვს ვინაიდან ამერიკული მანქანა არის ახლა მუსტანგებს მაინც ცოტა სხვანაირი სახასიათებლები აქვს აი ქსიამოვნებს რა მისი მართვა ტარება მართვის სტილი და ისიც რომ ვიზუალურად საკმაოდ აი გამორჩეული ავტომობილია რა ყველას არ ჰგავს და ეგ კარგი იყო ანა შენი პირველი მანქანა რომელი იყო და რა ემოციები გაკავშირებს მე როგორც გითხარით ცელკაზე დავიწყე სწავლა მართვის 2-0 კომპრესორი იყო მექანიკა და გავგაზაოდი ჭკუაზე არ ვიყავი მაგრამ ნუ ეგ ჩემი მანქანა არ იყო 17 ან 18 სადღაც ეგრე ჩემი მანქანა არ იყო და ჩემი პირველი მანქანა რომელიც ჩემ ფულით ვიყიდე და $500 ვიყიდე ჩემი პირველი მანქანა ბიზნეს დავიწყე ხა მოგიყვება ანუ $500 ვიყიდე მანქანა Chevrolet Trailblazer-ი აი ჯადო ვერ ნახავ ასეთ მანქანას რა გრძელი ძალიან დიდი და თან უნდა დავგუგლო, იმიტომ რომ ეგ მანქანა მგონი არასდროს არ მინდა. 2000 წლიანი თუ 99-იანი ზუსტად არ მახსოვს რომ წლიანი იყო. 2000, 1900. ხო, რაღაცა ეგრე იყო, ზუსტად არ მახსოვს. Chevrolet Trailblazer იყო. Long version ოღონდ, ორი ვერსია აქვს. გამხელა. მარშრუტკაზე იყო, აი ამდენით პატარა რა, ძალიან დიდი იყო. მაგრამ რამდენს წავდა იცით ხალხო? აი გამაკოტრა. და ზუსტად 2 თვეში გავყიდე $1700. ანუ $500. კი, $1700 ბენზინი ჩასხმული ქონდა უკვე თუ არა? კი, ვერ მოვიგე ფული, მაგრამ ეს თავი მოუყარა იმ ფულს, რაც ბენზინში მქონდა გადაგდებული და ვიყიდე მე ეს 36-ის კომპაქტი და აი მან დაიწყო იმის მე ვიყავს არა, ძალიან მიყვარდა კომპაქტი აი ძალიან. მაშინ შეგვიძლია ვთქვა თუ შენი პირველი ნამდვილი მანქანა იყო. კი, აუ ძალიან საოცარი სამართავია, ძალიან დაბალანსებული კუზავია. მახინჯია კი ბატონო, ბევრი იტყვის მაგას, მაგრამ აი ძალიან მაგარი მართავი მანქანა არის და მაგის მერე სუბე ამყავს. ჩემი პირველი მანქანა იყო Golf 6. მაგარი მანქანა. მექანიკათან. მაგარი მანქანა. 3 წელი ვიარი ამითი თბილისის ქუჩებში და ანუ ბოლოს უკვე რო დავაფიქსირო რომ უკვე მეზიზღებოდა მანქანა სადმე წასვლა.
და სადღაც რომ მივდიოდი უკვე ვფიქრობდი, იქნებ მანქანით არა და ფეხითაც მარტივად მივიდა, მივხვდი რატო რომ აი მექანიკა ქალაქის საცობებში იყო კატასტროფა. აი მაგ მხრივ იძახე? აი მართლა მარცხენა ფეხზე იმ ხაკუნდი მქონდა რა, აი საშინელება იყო მაგ თვალსაზრისით და მანდედან რომ ავტომატიკაზე გადავჯექი. ანუ ეგ იყო პირველი მანქანა 3 წელი ეგ მყავდა, ანუ ავტომატიკაზე არ ვჯდებოდი, იმიტომ რომ ოჯახს ვისაც ყავდა, ყველას თავის მანქანა უნდა. ავტომატიკით რომ გამოვედი პირველად ქალაქში, მაშინ მივხვდი, მეთქი თუ მე რატომ ეზიზღებოდა მანქანით სიარული, იმიტომ რომ მექანიკა იყო ვარ ძალიან ძნელია მექანიკა. ეს არის ის რაც ჩვენ ყველაზე მეტად მოგვერგება ხა ეს კითხვა როგორც გოგოებს, აი რა არის ყველაზე დიდი სტერეოტიპი, რასაც ყოველდღე აწყდები როგორც ქალი ავტოსამყაროში. წადი კუხნაში. არა, მე მიყვარს შილაკი გააკეთე. შილაკი რატო უნდა გავაკეთო? ანუ ეს წადი კუხნაში იმდენად გადაცვეთილი ფრაზაა უკვე რომ არც ფეზრდება. ანუ ყველაზე დიდ სარესტორნო ბიზნესში რეალურად ყველაზე კარგი შეფმზარეულები არიან კაცები. არსად ასე ხალი არ ფიგურირებს და ითვლებიან რომ სამზარეულოში ყველაზე სუფთა ტიპები არიან კაცები და ქალებს რატო გვიშვება სულ სამზარეულოში ვერ ხვდები? ან ზაბედნერი ვიქნები თუ ვინმე გაამზადებს საჭმელს არ არის პრობლემა მე რატომ მიშვებენ მე ვერ ხვდები მაგრამ ანუ საქმე რა შეიძლება იცი სამზარეულოც ძალიან მიყვარს ანუ უბრალოდ ანუ ხო აი უბრალოდ არ გამოვდივარ და ამაზე ვლოგს არ ვწერ ანუ რატო გონიათ რომ ის არა შუაში არა მან ხა ერთი მორს რატო უშვის ხას უბრალოდ ანუ მაგითი გეუბნებიან ეგრე ბანალურად გეუბნებიან რომ ეს შენი საქმე არ არის და წადი სახლში მაგრამ აი მე მაგ მაგაზე ერთი იდეა რა და ერთი აზრი რატო აკეთებენ ამას აი ეს კაცი თან ძირთად მაგ არ არსებობს აი არ მახსენდება გოგოს დაეწეროს ცუდი კომენტარი გოგო მაგას არ კადრულობ აი მართლა არ მახსენდება კაცი რატო წერს აი სულ მგონია რომ აი შენ აკეთებ იმას რისი გაკეთებაც თვითონაც უნდა არაკეთებს ვერაკეთებს არაკეთებს რა თუ მომდომოს და გააკეთებს არა ვერ ბედავს აი ზუსტად რაღაც და შენ რო აკეთებ ნერვები ეშლება რომ შენ რატო აკეთებ იმას რაც თვითონ აკეთებდეს და ადამიანი რავი აი ყველა შეუძლია გააკეთოს აი ხა თუ გვიყურებს ბიჭი ვისაც უნდა რომ ეს გააკეთოს აი შეგძლოთ ადგეთ და გააკეთოთ არც იმაზე არ უნდა იფიქროთ რომ ძალიან ბევრი არსებობს უკვე ეს იმიტომ რომ თავის მაყურებელი აბსოლუტურად ყველას ყავს და შეიძლება შენ ისეთი მაგარი ხარ ხა რომელსაც ჯერ არ დაგიწყია რომ ვიღაცას ჩაეხსნას და შენთან გადმოვიდეს საყურებლად. თან ყველას უყუროს რა პრობლემა, ანუ ლიმიტი ხო არის ერთ რომ. არა, ხო, იცი რა არის, ჩვენთან გონი ეგ ჩვენთან ზოგადად ხო YouTube-ის კულტურა ჯერ ბოლომდე არ არის აი გამჯდარი, როგორც აი მაგალითად ევროპაში. ეხლა უფრო იმაშობა და არ არიან იმას შეჩვეულები, რომ მაგალითად YouTube-ზე ყველას აქვს უფლება, რომ რაღაცა კონკრეტული აკეთოს. ჩვენთან აი ნახე, როგორც YouTuber-ებს სჭირდებათ, რომ ისწავლონ ეს YouTube თემა, ეს კულტურა შემოვიდეს, ისე მაყურებელს სჭირდება, რომ YouTube კულტურა მიიღოს, ხო? და ჩვენთან აი გონიათ რომ ერთი თუ არის ავტობლოგერი მეორე არ უნდა იყოს. დავსვავ ერთი ცოტა ისეთ კითხვას. პროვოკაციულიც არ ქვია რა, მაგრამ დაასახელეთ ავტობლოგერებში, ოღონდ მამრობით სქესში ავტობლოგერი, რომელიც თქვენი აზრით ყველაზე კარგი ავტობლოგერია, ქარიზმატული, სიმპათიური და ასე შემდეგ. ოღონდ ანა ნიკაზე და თუს დასახელების უფლება არ გაქვს. ეს წინდასწარ გეუბნები. არა, მაგას უკვე გრძნობდი შეგაგან რომ მოაყოლებდი, მაგრამ ხო, ისეთი სუბიექტური რო არ იყო. ანუ როგორც მაყურებელმა უნდა შევხედო, ოღონდ ნიკადეს და რატომ მოიფიქრეს იქა თუ ვერ მოიფიქრე? კაი. ესე გავხსენე ის არის. ხო, ერთს ვიტყვი, რომელთანაც თან მეგობრობ და ტიპაჟურად როგორც მეგობარი ძალიან მევასება და ისეთი ადამიანია. ეგ არის შალიკა რა. ხო, აი შალიკას ვიტყვი მაგეთ. ხა რაღაც ჩემი ძმის და იცი, არ მაწყოდა ჩემი ძმის და დათოს დასახელება, და დათო რომ მეთქვა ჩემი ძმა მომდგებოდა სიმპათიური მე არა ვარ. საქმე გაგიკეთი გამოდის ეს. ნიკა რომ მეთქვა დათო მომდგებოდა და ამიტომ შალიკა. ოკეი. ნატა რა მე ყველას არ მეგობრა. ამიტომ ხა დამოარჩიე. ანუ როგორც ასეთი კარგი ავტობლოგერი ყველა რა, ვინც ამ საქმეს აკეთებს, მაგრამ ასეთი სიმპათიური და ქარიზმატული ალბათ გიორგი სალიშვილი. თავისი სტილი აქვს და ტიპაჟია ისეთი, რომ სხვანაირი ტიპია რა. შენ ახლა არიდებს თავს. აი ხო. კაი და ბოლო კითხვა მაქვს და ყველაზე ესეთ მხიარულ ტალღაზე დავასრულოთ ეს კითხვა-პასუხის რეჟიმი. აი გაიხსენეთ ყველაზე კრინჯი ისტორია, რაც დაგმართეთ მანქანასთან დაკავშირებით. აი რაზეც გიფიქრიათ, რომ აი ეს როგორ დამემართა, აი ეს მანქანაზე მე არ უნდა დავმართო და აი როგორც ხვენია რა რაღაც პონჩი და თან ფიქრობ, რომ ეხლა უკარ დაგაბრუნე, მაგას აღარ იზამდი. აი რა გახსენდებათ. აქ მეც გეტყვით. ჩემ ძალიან სამართლო ისტორიას.
სიმართლე რო გითხრა, ეხლა ვერ ვიხსენებ კონკრეტულად რაღაცა ისეთი, რომ ძალიან კრინჯი, არ მახსენებ. შეიძლება მივიდა უბრალოდ იმდენად ამოუშალე ჩემი თავიდან რომ არ მახსენდება. ერთი მახსენდება, ну, შეიძლება კრინჯობაში გავიდეს რა. აი ეს კომპაქტი რომ ყავდა. წერეთელზე გავჩერდი ერთ ადგილას, დავაპარკინგე მანქანა და ვზივარ მანქანაში. რაღაცას ველოდები, მოკლედ მაღაზიაში უნდა გადავიდე და წინ იდგა პასატი, ვიღაცა კაცი იყო, ცოტა ხანში შესული, ცოლთან ერთად და დაზადნა და დამარტყა მანქანაზე. და ამახო დაზადნა და დამარტყა და აუ მეთქი რა არის და ოღონდ იმ კაცს ახლა კერაფერი ვთხარი, კაი დამარტყა, არაფერი არ მოსულა მანქანაზე, ანუ მაგ დროს ისე ვარ ხოლმე რა, რომ აი მე მთელი დღის იმაში რომ დაძაბული ხარ ხო ხვდები, რომ შეიძლება რაღაცა მოხდეს. ну, კაი, მეთქი და ისევ ჩავჯექი მანქანაში. და ამ დროს მე დავზადნე და მე მივედე უკანა იმას, რა ქვია, მანქანას რა. ხო რა, სავარაუდოდ ეგ ძალიან კრინჯობა არის, კი, იმიტომ რომ სხვათა შორის ახლა გამახსენდა, რომ აშკარად კრინჯობა არის, იმიტომ რომ გვერდზე ამ დროის მანძილზე იდგა მანქანა, სადაც იწყდნენ ბიჭები და იმ ბიჭმა გამაჩერა და მითხრა რომ გოგონიო. ანუ ესე ხდება მამშვიდებს რა. ანუ ცუდი დღეო ესე უმძღოლს აქვს დღეს მანქანაზე აღარ დაჭდა. უბრალოდ კი, ძალიან საყვარელი ტიპი იყო და ხო, ეგ მომივიდა რომ წინას და უკანს კიდე კაი მაგარი გამძლე კუზავა არაფერი არ მოვიდა არაფერი არც წინ და არც უკან. აუ მე GLS-ი მყავდა. ტრეილერია რა ის რომ დაკავს და ნუ Mercedes-ებს ახლა სიჩქარების გადამრთველი ბერკეტი ხელზე აქვს საჭის უკან. რომელსაც ვერ მივაჩვევ ვერას. აუ მე გიჟდები ისე მიყვარს. ხო და მეგონა რომ მინა გავწმინდე, არა და გავწმინდე, მაგრამ ეს თურმე ჩამოვიტანე პარკინგში და წითელზე ვდგავარ. ბიჭო, ვაჭერდა არ მიდის და მეთქი გაფუჭდა ეს მანქანა რა, სჭირს უკან მისიგნალებენ ერთი ამბებია და ნუ მე ჩავაქრე ეს მანქანა ხელებს უქნევ, ფეხებს უქნევ, მეთქი ბოდიშიც ძმებო. მაპატიეთ და ნუ მე რომ დავქოქე, მე მივხვდი რომ თურმე პარკინგში მქონდა სოციალიზმის მე რომელსაც აი გმერტეს ძალიან იშვიათად მიწევს დაჯდომა, ეგ მიმართება ხოლმე ყოველთვის და იმიტომ ვერასდროს ვერ მივეჯვი, იმიტომ ხელი გამირბეს თუ სიჩქარის ბერკეტზე რომ დაბლა იქნება შიფტერი. კი და კიდევ ერთი მახსენდება, მაშინ მუსტანგი ახალი ნაყიდი მყავდა წინა. მართვის მოწობას რა თქმა უნდა არ მქონდა, მაპატიეთ ხალხო ესე რომ დავდიოდი არალეგალურად. ხო და მარჯვნივ ჩავთე ციმციმა. ეს ამოვჭრათ მიშა. და მარცხნივ მივდივარ და ეს გვერდით ბიჭმა რო ჩამიარა, დაიკო, მარჯვენა გაქვს ჩართული და მარცხნივ მოდიხარო. იმის მერე აღარ შემშლია. იმის მერე აღარ შემშლია. არა, ძალიან ცუდად დამამარცხდა. ანუ დამცინა რა ტიპმა და იმის. აი ეგ არ მე დამრჩენია ჩართული, ისე რომ მუსიკა რო იყო ჩართული, არ მესმოდა და ამ დროს ხოებზე მეშლება ხოლმე ნერვები, რომ ციმციმა რო აქვს ჩართული, მგონი უნდა შევხოს და წინ რო აგრძელებს და ნუ მე მეც რომ ემართება იგივე, მე შევდივარ მაგ ადამიანებს მდგომარეობაში. იწევს რა. ეგ ჩემი ისტორია რა იყო. მოკლედ მოტოდრაგი იყო შარშან აქ ვართ და ჩემი მანქანა ეყენა აი შემოსასვლელი დრაგი და დატრიალდებია და რომ შემოდი მოტოები მანდ და მეთქი ხელი არ შეუშალოს თქო ანუ ვიყენე რომ გაივლიდე მაინც ხელი არ შეუშალოს მეთქი და ხრესზე შევაყენე ეს მანქანა და თან საკმაოდ ესე კარგად შევედი ღრმად მოდის ერთი მონაწილე და მეუბნება რომ ეხა შენ მაგ რო შემოხვედი გონიო რომ მაგიდან გამოხვალო და აუ რატო ვერ გამოვალ მეთქი კაცო აუ მიდაგქე გამოდი დავქოქე და რა თქმა უნდა უფრო ღრმად ჩავჯექი ჩემ მანქანამ მთელი დღე იქეგდო დაღამდა დაჯილდოება გავაკეთეთ ეს ის ჰაიხუი და საბოლოოდ აი ხვედი რო განახეთ მეთქი აი ავტოდრომის პიკაპმა ამომათრია დაბლა რაღაცას შეძრა ის ბიჭი და მოაბა და ეგრე გამქაჩი და ეგრე ამომათრიეს და იმის მერე 1 წლის მანძილზე ორგანიზატორები ვინც იყვნენ მოტოდრაგის ესე დამცინდნენ ყველა ნახვაზე რომ ხრეში ორგანიზატორი ლადო არ არის ხო და ლადოს ისინი რა ქვია მეგობრები დამცინებდნენ მაგაზე რომ всё ლადოს ყვაში თუ ჩავარდი მე ცოტა მოკლედ ეხლა ყველანი გავივლით თითო საცდელ არა საკვალიფიკაციო გარბენს დრაგის აპარატი გვაქვს და გავუზომავთ მინდა დრო შევრის და მაგის მიხედვით დავლაგდებით როგორ უნდა დავწყოთ ეხლა პირველი იქნება ანა მზად ხარ მიდი მოდი უფრო ახლოს იმასთან ხაზთან მოდი მე ვარ ეხლა დღეს მაგილა ესეთი ოჩახ კაი სტარტი იყო საბურავების სურნელი ნოლიასი რა 5 და 9 ო ბევრს ფუქსო ძალიან ბევრს ფუქსო
პირველი იმიტომ რომ ცივია ყველაფერი, ტრასა ცივია, საბურავები ცივია, ყველაფერი ცივია და მეორე იმიტომ რომ კარგი საბურავები არ მაქვს. 1/4 თუ გავზომოთ, მაშინ 13 და 91 აქვს ანას. მოდი, წადი, მიდი. კი, მიდი. როგორი ჩუმია ელექტროების დროგი. აბა ნახოთ ახლა ნატარასის აი მე ძალიან ადრე დავატოვე მოზე. მაინც მაშინია ჯერ. ასის მერე უკვე ჩერდება კი. 2 ტონა და 200. 2 ტონა და 200. მამით შენ წონა გაქვს, ჩვენ და შედავით პატარა. შენ წონა დიდი კონია. ესე იგი შენი აზრით დრო იქნება ხა მარუსი. ბიჭო, MS-ებით არის, ეგ არის რა, ცუდი MS საბურავებით, თან ჩემსავით იმენ ბევეშნიკური საბურავები გაფლეთე. არა, მეტი იქნება, 14 მაინც იქნება. აქედან სიწუთი აქედან მე არ მახოს დავარესიტე თუ არა სულ. მოიცადე? 14 არის შენი. არა. ცოტა ახლი გვერდთან ტრაგისაპარატი. იცი რა არის. One eternity later. ეხა გდაწენაო გოგოები. ადი ჩილაკი გააკი. გოგო, მე რამდენი მქონდა 13 და რაღაც არ მქონდა. შენ მქონდა 13 და 91, ნატას მქონდა 14 და რაღაც და აი მე მგონია ეს 14, ანუ ორად რატოა ვერ გავიდი? კი, 14 ხარ შენ, 14. 14 ვარ. 14 ხარ შენ. ანუ შუაში ვარ. 0-100 გქონდა 5.56-ში. 14 რაღაცა ხო იყო ნატასი? ხო. ხო, ეგ არის. Quarter mile. აი, შეგვიძლია უკვე ვთქვათ რომ ანა გავიდა პირველ ადგილზე. ეხლა მე და ნატას მოგიწევს ჯახი, მაგრამ ნატას ელექტროავტომობილთან რას გავხდებით? აბა ნახოთ ეხლა მუსტანგი გაასწრებს თუ მეორე. Quarter mile. აბა როგორი კმაყოფილები ხარ? თქვენ კმაყოფილები იქნებით რატო არ აგიან ზოლ ჯამღია? მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რა ვიცი. ელექტროსაც გავასწარი. ესე მოხდა სამწუხაროდ, მაგრამ ყველაფერი ხდება. მოკლედ ვიდეოში თქვი, მაგრამ კიდევ ერთხელ შევაჯამოთ. საერთოდ რო გავიარეთ, დრაგის აპარატმა როგორც გაზომა, ანას ქონდა ყველაზე კარგი დრო. მე მქონდა მე და მე მქონდა ნატას და მე მგონი უფრო იმიტომ მე მგონი ცოტა ადრე დაამუხრუჭე და ალბათ მაგის ბრალი იყო. ხო და ასე. რა, კაი იყო ძალიან. კი, ძალიან გასართობია. ამ საბარგულში ყველაფერთან ისე თქვენთვის ესეთი პატარა საჩუქრებიც მაქვს. სუნები. სპონსორის კილით ფრი ჯორჯიას მადლობა. და ამას აქვს თავისი იცი? წესი როგორ უნდა გახსნა რა, ანუ ზოგადად ხო არ ხომ ამოიღენ პირდაპირ კიდევენ. თურმე, ანუ პარკი უნდა გახსნა და ესე ეტაპობრივად უნდა ამოაყოფინო ყოველ კვირა. ანუ ჯერ ეს ტოტი, მერე ეს ტოტი, მერე ეს ტოტი და შესაძლოა დიდი ხანი გიძლებს და ერთბაშად არ იჟღინთება ეს ძალიან. ოკეი, ანუ ესევე ჩავდო ამ პარკით და ცოტა ამოაყოფინო ხოლმე თავი. კი, და ესე გედოს, ანუ იმეზე თუ ჩავდო. ბოლოს აი ეს ძირი რო რჩება, მე რომ უნდა დაკიდო. მაგიტო ხო ძაფრესუნე იმას, კი, და ამიტომ მეც ეგრე ხმარ ხომ და თან დიდი ხანი ძლებს.
მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. დაგვიწერეთ კომენტარებში, რამდენად მოგეწონათ და კიდევ ვისურვებთ თუ არა მსგავსი ტიპის ვიდეოების ნახვას. მოვიფიქროთ სხვადასხვა ჩელენჯებს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გენერალურ სპონსორს კომპანია Trust Imports, ასევე Socars, რომელიც 50 ლიტრს აწვავს, რა თქმა უნდა, აქაც გაათამაშებს, ამიტომ ყველა კომენტარი იქნება მომგებიანი და ლიტრი ჯორჯიეს, რომელიც გვამარაგებს ხოლმე მანქანის არომატიზატორებით. დროებით და მომავალ შეხვედრამდე.